მოგესალმებით მეგობრებო, თქვენი ყოფებით ჯუმანჯის YouTube არხზე. ჩვენ შეგპირდით, რომ გაჩვენებდით რუსთავში ლამაზ და განსაკუთრებულ ადგილებს. გაჩვენეთ მანდარინები, გაჩვენეთ ჭალის ტყე, ჩვენი ჯუმანჯი და ახლა ვერ გამოტოვებდით ამ ეპიზოდს რუსთავის პარკის გარეშე და ჩვენი მასპინძელია რუსთავის პარკში 20 კვადრატი. თუ სამსახურის მერე დაღლილი ხარ და მოდიხარ და გინდა რომ განიწვირთო სიმშვიდეში, ბუნებაში და სიგრილეში, შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ, ისი ამოვნოთ მიირთვათ უგემრიელეს სასმელები, გემრიელობებიც აქვთ და პლუს კიდევ ერთი აქვთ თავიანთი აპლიკაცია, რომელსაც ქვია 20 კვადრატი, ჩვეულებრივად გადმოწერთ App Store-დან და Play Store-დან. პარკში ნებისმიერ ადგილზე, სადაც არ უნდა იყოთ, შეუკვეთავთ და სკროლით მოგირბენინებენ სულ ახალ შეკვეთას. ესეთი მაგას. და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა 20 კვადრატს. ახლა კი ვითამაშოთ ჩვენი ჯუმანჯი მაფია. ღამე მეგობრებო. იღვიძებს ნომერი 1. ნომერი 2. ნომერი 3. ნომერი 4. ნომერი 5. ნომერი 6. ნომერი 7. ნომერი 8. ნომერი 9. ნომერი 10. და ბოლოს ნომერი 11. როლები განაწილებულია თავები დაბლა იღვიძებს მაფია და ეცნობიან ერთმანეთს. დონი მეცნობა მშვიდობები. იღვიძებს დეტექტივი და გადახედავს ქალაქს. სერიული მეცნობა და ბოლოს ექიმი. და დღე ქალაქში. მოგესალმებით. უკვე თამაში წარმატებულ და სასიამოვნო თამაშს გისურვებთ ყველას. ამასობაში გეტყვით რომ უნდა დაალაიქოთ, გამოიწეროთ არხი და დაგვიკომენტაროთ რას ფიქრობთ ჩვენზე. ნულოვანი წრე იწყება მეგობრებო, ნულოვან წრეს გაგვიხსნის ნომერი 1. გისმენთ. მოგესალმებით, პატრისანი მოქალაქე ვარ. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ღრმეს მადლობა 20 კვადრატს მასპინძლობისთვის. და გავაგრძელებ ჩვენი წამყვანის სიტყვას. დღეს ჩვენ ვიმყოფებით რუსთავის პარკში და რუსთავის პარკში გვაქვს ისტორიული ძეგლი, ერთ-ერთი რუსთავის ციხე. რუსთავის ციხეზე ძალიან ბევრმა რუსთაველმაც არ იცის არაფერი რა და მოდი რუსთაველებსაც და სხვა ადამიანებსაც უთხრათ რა არის ეს. შუა ბრინჯაოს ხანიდან ძველი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნით თარიღდება ჩვენი ციხე და როგორც ვთქვით, მას აქვს ძალიან დიდი სამხედრო ისტორია, მაგრამ ერთ-ერთი ციხეა, ერთადერთი ციხეა დაჟე საქართველოს ტერიტორიაზე, რომელშიც არის აღმოჩენილი ფრესკები.
ეს იმას ნიშნავს, რომ გარდა სამხედრო და საბრძოლო დანიშნულებისა ამ ციხეს ჰქონდა ძალიან დიდი ეკონომიკური კუთხით განიხილება და იმიტომ რომ აქ მიმდინარეობდა ხოლმე ვაჭრობა და ამის გარდა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ადგილი საქართველოსთვის რა და ისე რუსთავ ქალაქს ადრე საუფლისწულო ქალაქს ეძახდნენ იმიტომ რომ აქ მეფის შვილები ანუ უფლისწულები იზრდებოდნენ ხოლმე და სამეფო ტახტზე და იმ სამეფო კედლებში ძალიან ბევრი ტყუილი და საიდუმლო იმალებოდა. მოდი დღეს ვითამაშოთ ჩვენ სამეფო კარის თამაშები. რა სიტყვით? პატივსანი მოქალაქე ვარ პას. პას. მადლობა. ძალიან მომეწონა კარგი ისტორია იყო. ორი ნომერი გისმენთ? მოგესალმებით მეგობრებო, წითელი მოქალაქე ვარ. ერთი ნომერი მგონია წითელი მოქალაქე, ნუ არა აქვს მნიშვნელობა ხა ერთ ნომერმა რაფერიდან ილაპარაკა, ხო? ძალიან კარგად ილაპარაკა და მე ვფიქრობ, რომ 1-2 ძალიან კარგი გუნდიც იქნება. სასიამოვნო თამაშს გისურვებთ და ძალიან მაგარ თამაშს გისურვებთ და რაც თავარია, მაყურებლისთვის საინტერესო თამაშს გისურვებთ პირველ რიგში. ერთი ნომრის ხრიდან ახლა ანუ ემოციურადაც რო ვისაუბრო, ემოციურად ვერ ჩავთვალე რომ რაღაცა ანუ თუნდაც რაღაცა სიტყვის გაწელვა იყო, რაღაცა იყო, ამდგას რაღაცა საერთოდ ვერ შევამჩნია. ემოციურად უფრო წითელი მოქალაქე და დანარჩენს უკვე თვითონ გამოაჩენს მეორე და მესამე წრეზე. თუ მართლაც წითელია და გვიმტკიცებს რომ წითელია, თუ შავია, ამასაც ვიპოვით აუცილებლად. ჩვენ არ ვართ ისეთი თამაშები, რომლებიც ვერ ვიპოვით. ეხლა ნახე. 6 7 8 9 10 11 აკვირდებოდა ერთ ნომერს და პირდაპირ თვალებში უყურებდა და უსმენდა და 3 და 4 ცოტათი არ უსმენდით. შენ საერთოდ სხვაგან იყურებოდი. ბოლოს კი თავიდან არა. 4 ნომერსაც შეეხება კიდე 4 ნომერის საერთოდ არ იყურებოდა და ბოლოს გამოიხდა და 1 ნომერი. ეს მაინც რა, მინი დაკვირვება წითელი 2 ნომრისგან. 3 ნომერი გისმენთ? გამარჯობა, წარმატებებს გისურვებთ ყველას. ნახე, 3 ნომერი ძალიან კარგად დაკვირდებოდა პირველ ნომერს და პირველ ნომერს ესეთი ნერვიული გახსნა, მე აქამდე არასდროს არ მინახავს. მე ეგრე შეგვეტყოდა, ცოტა ნერვიულობდი რა, ხმათოდნავ გიკანკალებდა. ასე შემდეგ ცოტა პაუზებსაც იღებდი რა და აქედან გამომდინარე, ეგ რო 2 ნომერმა ვერ შეამჩნია და ემოციურად წითელი დაუძახა ერთ ნომერს. მაგის გამო მე მგონი არაფერი დაშავდება, მე თუ 3-0-ს ვითამაშებ. რა, თუ 2 შავია, 1 ვინ არის? ნახე, 2 ნომერს უნდა შეიმჩნია, მე მაგას ვიძახი. თუ 1-2-ში 2 შავია? რა არ განიხილავ? 1 წითელია, წეგა შენ არ შეგუზესიკურებდი? კაი, მოიცა, მაგაზე მე ვისაუბრებ. ეხლა ნახე, მე რას დავამატებდი რა? რუსთავის ციხე რო ახსენე, სამეფო კარის თამაშები მომეწონა, მაგრამ მაფიას მეც დავუკავშირებ, რომ ციხეში შესვლაზე და რაღაცაზე გამახსენდა ტროა და ცხენში მჯდომი მებრძოლები, რომლებიც ჩემთვის მაფიოზები არიან, რამით რომ დაუკავშირო რა. 2 1 წარმატებებს გისურვებთ მათ. ცხენი ხარ თუ ცხენში მჯდომი მებრძოლი? გაგევიდათ ფოლის დრო? 4 ნომერი? მოგესალმებით, პატიოსანი მოქალაქე ვარ. ერთი ნომის გახსნა მომეწონა, ნაფიქრი იყო და დაალაგებულიც იყო. სხვათა შორის არ იყო ნერვიული გახსნა, ეგ აშკარად 3 ნომერს ნერვიული გახსნები არ აქვს მოსმენელი და რა არის ნერვიული გახსნა? ერთის 2 ნომერი შენ აშკარად კარგად ვერ დააკვირდი, იმიტომ რომ მე პირდაპირ თვალებში უყურებდი ერთ ნომერს მთელი სპიჩის განმავლობაში. არ მომეწონა ეს დაკვირვება, მე ერთ ნომერს ვაკვირდებოდი და ვუსმენდი ძალიან კარგად ყველაფერი. მოვიცინე და გავიგე რა და 2 ნომერი აშკარად თქვენ თუ იქით ხარეზე გქონდათ კონცენტრაცია, არ თქვენ არ აკვირდებოდით 1 ნომრის სპიჩს თუ ესე თელ მოთამაშეებს გადავარეთ ვინამდენ ხანს უყურებდა. ხო, 3 ნომერმა ანუ ვერ მივხვდი დაბნეულობასაც შეატყვა, ან 1-2-ის ერთად შავები რა ვარიანტში გამოგივიდა. ვერ მივხვდი, მაშინ აქეთკენ შენ მარტო 1 შავი დაგჭა საძებნელი ხო თუ 1-2 ერთად შავები გყავს, ანუ ეს კატასტროფა სპიჩი იყო, საერთოდ 1-4 იქნება ჩემი გუნდი. არც 2 ნომრის დაკვირვება არ მომეწონა და არც 3 ნომრის სპიჩი არ მომეწონა რა. შავია 4 ნომერი, 3 რატო? 1-2 ერთად შავები არ მომეწონა ეს. დრო. არ მომეწონა. ფოლი. 5 ნომერი. გაეცანით ხალხს და დაიწყეთ. სტატო მქვია, პატიოსანი მოქალაქე ვარ, წარმატებულ თამაშს გისურვებთ. პირველი ნომრიდან რო დავიწყო, ფერის გამოვიცნობთ ხო, მაგას ვერ ვიტყვი, მაგრამ მადლობას გადავუხდი შემეცნებითი გახსნისთვის. რაღაც პატარა წვრილმანებში შეიძლება არ დაგეთანხმო, მაგრამ ნუ მაგისთვის მადლობელი ვარ. ფერს ვერ ვიტყვი. 2 ნომერი მგონია წითელი ამ ეტაპზე და 3 ნომერი. 3 ნომერი შენი გუნდი მახსოვს 3-0-ს ამბობ, მაგრამ ერთ-ერთი შავი გონია. ამაში თუ ნუ ყველაზე მეტად მომეწონა 3. თუ გამოყვები შეიძლება დაგეთანხმო, რომ 1 ფერს მალავ და შეიძლება შავი იყოს. თავის ლაპარაკით, იმიტომ რომ მისი ლაპარაკი არ იყო ფერის მომცემი რა. რო თავის ცოდნას გვიზერებდა. 4 ნომერი არ მომეწონა ყველაზე მეტად.
ორი სფეროში ვიტყვი მაგას, ორი სფეროში შეიძლება ცდებოდი, ან შეიძლება მეუცდები, მაგრამ ორი წითელი მგონია თავის დაკვირვებიდან გამომდინარე. 4 ნომერმა ჩაეჭიდა ისეთ რაღაცეებს, მაგალითად, რაზეც ორმა ილაპარაკა, ნუ ხალხი ვის რაც უყურებს, ჩემი აზრით, არ ვამბობ რომ ზუსტი ვარ, მაგრამ ჩემი აზრით მაგაზე შენ ყურადღება არ უნდა დაგეჭვა. 3-ზე იძახი რომ ნერვიულ და არნერვიულ და შენ აი დრო 6 ნომერი მოგესალმებით, მე ვარ პატიოსანი მოქალაქე, წარმატებებს გისურვებთ ყველა კარგს. პირველ ნომერს რაც შეეხება, პირველმა ნომერმა ძალიან საინტერესო ისტორია მოგვიყვა, მაგრამ დავეთანხმები, ცოტათი დავეთანხმები სამ ნომერს, რომ პირველ ნომერში მე შევნიშნე ცირეოდენი ნერვიულობას ვერ დავარქმევ რა, მაგრამ 1-2 მომენტში ხმა უკანკალდა, მაგრამ იმხელა ისტორია მოყვა და ისეთი საინტერესო ისტორია მოყვა, ჩემი აზრით ძნელი მოსაყოლი იყო და ამჯერად ნეიტრალურად დავტოვებ რა. ორმა ნომერმა გავიგუძა თუ არა, ორი და სამი ყავს გაგვიძები წითელი მოქალაქე. ჯერჯერობით არ ვიცი შემდეგ რა მოხდება, ორი ნომრის შეფასებაც მომეწონა, აქეთ დაკვირვებებიც მომეწონა, სამი ნომერს მე წითელი სამ ნომერს დაუძახებ წითელს რა, იმიტომ რომ გონია რომ კარგად აკვირდებოდა რა და რაც შეეხება 4 ნომერს 1 2 3 იქნება ამჯერად ჩემი გუნდი 1 2 3 6 იქნება ჩემი გუნდი 4 ნომერმა ძალიან ცუდად შეუწია სამ ნომერს რა თორემ გადავაბავ შენ თუ სამი ნომერი გაგვიძები წითელი ყავდა ეს ცუდი შავი ყავდა ეგ უნდა გეთქვა და არა ის სხვა მიზეზი მოიყვანე შენს ფიჩში რა 5 ნეიტრალურად დავტოვე დრო გაგივიდა ფოლის დროც 7 ნომერი გისმენთ სალამი ქვეყნო 5 ქვეყნო 6 ქვეყნო მე ჯონ სნოუ იქნები 1 ნომერი რობი სტარტი იქნება 2 ნომერი ვინ იყოს მოდი 2 ნომერი ვინ იყოს დრაკონი აი დრაკონი არის სტარტი 1 2 წელში ვარ დაბადებული აი მე აჰა მე დრაკონი რა დაი რა დრაკონი ხდება დაბადებული აი 1 2 7 ჩემი გუნდი სადაც 10 შავი ამბო 3 4 5 6 2 შავი გონია და შეიძლება 1 შავი გამოვა ეგრე ვფიქრობ 1 2 7 სამასობ 3 4 ერთად ჩავები 5 მაილაპა 3 4 5 2 შავი და 6 სპერზე დავფიქრები რა 6 აკარკალებულიო 1 2 7 თამაშობ 10 წამი ჩემს ზემოთ მოусმენ თუ ეგრე გამაგრუარისად არ დანებდებით დრო მასწავლებელო გისმენთ მე ძალიან საგონებელში ვარ ჩავარდნილი, იმიტომ რომ ერთი არ ჩავთვალე შავად ერთმა, ანუ მე ვერ შევატყო, რომ ყოველ შემთხვევაში შეფერხებულად თამაშდება ნერვიულად, მე მომეწონა. კარგად გახსნა. ორმა რო თქვა, თავიდან რო დაიწყო, რომ ერთი წითელი მგონიო და მე მნიშვნელობა არ აქვს, რაფერიდან გახსნაო, ანუ ეგ უფრო არ მომეწონა, მაგრამ მე სამმა 1-2 შეიძლება ერთად იყოს შავებიო, მაგრამ უყურე რა ხდება შენ ორმა ეძახა 4-ს. შენ ახლა ხო ითამაშე 1-2-7. ორმა ეძახა 4-ს უეჭველი შავი არისო და იქ 4 შეიძლება დამოეგდო ის ორი ნომერი და ეთამაშა მარტო ერთთან და სამს რაც შეუტია სამი ნომერი აქ ეთამაშები. მე თვანიშნებდი 4 შავი თქო, მაგრამ ეგ არ მახსოვდა რომ შავი დაუძახა ორმა. შეიძლებოდა რომ ამოეგდო და იქ შეიძლება მაგით იყოს წითელი და 5-მა სამს დაუძახა წითელი, 6-მა სამს დაუძახა წითელი და შენ იქ სამის ფერზე რატო არ ფიქრობ კაცო? 5-მა და 6-მა ხო დაუძახა წითელი. მაშინ შენ თუ 5-6-ში ყავს შავი ვიღაცა 4-5-6-ში, მაშინ სამი არ გამოგდის იქ შავი. იმე არ გამოგდის შავი რა. და აქედან გამომდინარე 6 ნომერს არ აქვს ძალიან ცუდი გუნდი გათამაშები 1 2 3 2 1 მე არ ვიცი მე გუნდს არ ვთამაშობ 9 ნომერი აი მოგესალმებით მე ვარ ნაჭყე ვარ პატიოსანი მოქალაქე პირველი ნომრის საუბარი ხა ფერით მომწემი არ იყო თუმცა მე შავი კარტი არ ჩამიწლია სამი ნომრისგან განსხვავებით საღა სამი ნომერი ცალკეულად წითელი მგონია ვიდრე 2 არ მომეწონა 2, არ მომეწონა 4, არც 5. მიუხედავად იმისა, რომ 5-მა 3-5 ითამაშა, ხო? ხო ეგრე მითხარი. 3-5 ითამაშე. 2-3, 2-3-5. ხო, 3 ნომერი ხო ერთი შავით თამაშობ, მე ეგრე ვფიქრობ რა. ოქრი შენ 7 ნომერი 7 ნომრი ტიტლს თამაშობ მე 1-2-7 ერთი წამი 1-2-7 ერთი ტიტლი შედანებებულო იმის 2 ტიტლი თუ თამაშობ ესე იგი 3 ნომერი ყავს 5-იანი და შავი 5-იანს რა ეუნები რომ 2-3-ში ერთიაო 1-2-ში ერთ ჩავს მე მიაზრებ აიგე 1 დრო 10 ნომერი მოგესალმებით მეგობრებო პატიოსანი მოქალაქეო და წარმატებულ თამაშს გისურვებთ ყველა როლიდან 1 ნომერს მადლობა სულთი გახსნისთვის ძალიან კარგი გახსნა იყო ამ წელს მე 1 ნომრის წითელი თამაშებ
ორი ნომრის გამოსვლა და საუბარი ცოტა ემოციურად დაბლა იყო თითქმის, მაგრამ აზრობრივად რო გადავხედოთ ორი ნომერით პატიოსანი მოქალაქე მგონი. ეხლა ნახე რა ხდება ჩემი აზრით 3-დან 6-ის ჩათვლით რაღაც ხდება აუცილებლად დარწმუნებული ვარ ამაში 5-იანის 4-იანის ჩატეხვა რო განვიხილოთ 5 შავად მაშინ 4-იანი ბეტონწითელი გამოვა მაგიდაზე დამშვიდი 8 ნომერო 8-0 გაქვს ნათამაშები რა შესწავლილებს საერთოდ შეიძლება ამ გამოს დაგტოვა 7 ნომერი ნახე 7 ნომერი მომეწონა 8 წითელია ჩემთვის 5 ხო ჩემზე ჟესტიკულირებ და შავიაო და მაგიტო გავხსნა რა შავი 7 პატიოსანი გონი 11 ნომერი დაგვიხურეთ წრე მოგესალმებით, წარმატებებს გისურვებთ ყველას, განსაკუთრებით ჩემ პატიოსან მოქალაქეებს. ესე იგი, პირველის გახსნაში რაღაც ესეთი სანერვიულო თითქოს ვერც მე ვერ შევატყე, მაგრამ 3 ნომრის შეტევა შეიძლება რაღაც წითლის შეტევა იყოს, არ ვიცი. 2 ნომრის დაკვირვება მეც გავაკეთე, მეც ვაკვირდებოდი და როგორც შევამჩნიე, რავი, ძალიან ბევრი უსმენდა. მთელი ერთი წუთის განმავლობაში თითქმის ყველა უსმენდით, აი 6 გაექცა რაღაც მომენტში, აი ესე ჩაფიქრდა რა, აი ჩაფიქრება რა შეიძლება იყოს, არ ვიცი. ეხლა უყურე 4, 5, 6 რო რაღაცა ხდება, ეგ 10-იანმაც აღნიშნა, 9-იანმაც აღნიშნა, 8-იანი მაინტერესებს. 8-იანი შენ წითელი ყავს, ხო? 7-იანი წითელი ყავს, ხო? ანუ მთელი შენი გამოსვლა მარტო მე 7 ნომერს ესაუბრებოდი რა. ანუ 7 ნომერს უხსნიდი, 6-ის გუნდი რო იყო კარგი. უტევდი კი არ უხსნიდი, უტევდი. 7 ნომერი ყავს შავი. ესე იგი 7-9 ყავს შავი. 8-იანს ყავს 7-9 შავი, 2-4 ეძახის შავი. აჰა. 4-2 ეძახის შავს. 4 აღარ არის შავი? 2 1 დრო. მორჩა ჩვენულოვანი წრე, გაცნობის წრე, ესე ვთქვათ. და ღამდება 20 კვადრატში მეგობრებო. იღვიძებს მაფია და ირჩევს მსხვერპლს. დონი რჩება და მიდასტურებს მკვლელობას. დონი ეძებს დეტექტივს. მშვიდობები იღვიძებს დეტექტივი და ეძებს მაფიას. იღო პასუხი იღვიძებს სერიული მკვლელი. და ბოლოს ექიმი და დღე ქალაქში. მე ამასობაში გეტყვით, როგორ უნდა მოხვდეთ 20 კვადრატში, რუსთავის ცენტრალურ პარკში, ამფითეატრის მოპირდაპირე მხარეს, გადაიშლება აი ესეთი ლამაზი კოპწია კაფე, სადაც შეგიძლიათ მოხვიდეთ და ისიამოვნოთ. დასახელების წრე იწყება. არავინ არ მოკვდა. დასახელების წრეს გახსნეს 2 ნომერი გისმენთ. ხარი იდეალი მეგობრებო. კარგი, მოდი ვიფიქროთ და დავიწყოთ წამოყენებით რა. მოდი მე წამოვაყენებ ვის გინდათ საუბარი? უნდა თუ არ გინდათ? რამე საინტერესო ინფორმაცია ხო არ გვაქვს ბარემდაც? არ გვაქვს? მაშინ მე მაქვს. აი არ მე მაქვს. ბიჭო, ეხა ნახე, 10-მა გადააძლიერა 7-ის გუნდი. 7-ის გუნდი გადააძლიერა, ხო. 7 შენთვის უეჭველი წითელი 1 2 წითელი ითამაშა იმის გამო 5-მა ითამაშა 2 3 5 კაროჩე ვერაფერი ვერ გავიგე სიმართლე რომ გითხრათ პროსტა მაგიტო საუბრობ ეხლა რომ რაღაცები გავიგო 6 მინგონია 1 2 3 6-ით არ ვიცი თუ გაიხსნები მე ვიფიქრებ მე წამოვაყენებ ეხლა 8 ნომერს რა ვიღაც ხონდა წამოვაყენო და იფიქრე კაცო რა გინდა შენ 2 წამოვაყენე თუ გინდა
რატო? რა ყავს წითელი? რა ყავს წითელი? მე არ ყავს შავი, просто ვაყენებ რა და ისე უბრალოდ რა. დამაკდა საუბარი. სწორი რაღაც გითხრათ ერთმანეთს, იმიტომ რომ შენ შვიცი კი არ უხსნიდი, კი არ უტევდი. უხსნიდი. 3 ნომერი. ორი შავი მყავს ოთხი, და ნულოვანი ხრიანი შავი იძახე, ბეტონი შავი იძახე და ეხლა აგივიდა ფოლის დრო, შენი დრო მიდის 3 ნომერი? აი, ფოლი რო არა იყო ნაჭყებ დაგასახელება, 9 ნომერი მიიღეთ. 9 ნომერი მიიღეთ. ნახე, შენ იმიტომ გასახელებ რომ ამიხსნა წეღარა ფოლიც ავიღე მე. ხელებით ვერ ამიხსენი რა და წეღარაც ესაუბრე შენ 7 ნომერს და მე 8 ნომერს მაგ პონჩი მე გამოგივედი შავად. მე დავხჭი შავი როგორ არა. 7-1-2 წითლები ყავს ნათამაშები ეგრე გამოვიდა. ხო, აქეთ რა შეეხება 4 ნომერი, რაც ფიქრობ 2 ნომერზე მაინტერესებს? ლაპარაკი ჩავია? ხო, 4 ნომერზეც ხონდა ეჭვი მაინტერესებდა. ჩემი მე ვინც საუბრეს ყველაზე მეტად მომეწონა 5 ნომერი, 6 ნომერი, 6 ნომერს ძალიან კაი გუნდი ყავდა. 1-2-3-6 ყავდა ხო ნათამაშები. ნულოვანისთვის კაი იყო. ეხა ორ შავს ეძახი? ხო, 6 ჩემთვის წითელია ამ წრეზე. 7 ნომერი, 7 ნომერის 1-2-6, 1-2-7 არ მომეწონა, 3-4-5-6 რო გათვალე. 4 ნომერი. ვაყენებ 9 ნომრის კანდიდატურას, ვაყენებ 2 ნომრის კანდიდატურას. 9 ნომერი. 9 ნომერი იძახის, თავის მშროს 3 მყავსო წითელიო. 7 ნომერი ჩემი წითელი ფერიაო, 7 ნომერს ნასაუბრები აქვს 3-4-5, 2 შავიაო, მე ვიცი წითელი ვარ. 7 ნომრის გადმოსახედიდან 3-5 გამოდიან, მაშინ ერთად ჩავები და შენ გამოდიხარ. 7 ნომერი წითელი მყავსო, 3 ნომერი წითელი მყავსო. თამაშობ 1-2 ვერ გავიგე. კიდე 6 ნომერი, შენი გუნდი 1-2-3-6 იყო თუ 2-3-6? 1 ნეიტრალური, 2-3-6. და 5 ნომერი ამოვაგდე გუნდიდან ნეიტრალური მყავსო. 5 ნომრის გუნდი იყო 2-3-5. მაგაზეც მოვისმენ რა და 2 ნომერი ესე აი 8 ნომერი, აი პროსტა დავასახელოთ რა, ანუ არა მეტი არგუმენტი, მეტი რამე შეგეძლო რომ დაგეჭირა ამ თამაშში რა. და 3 ნომერი 9 ნომერს რატო ასახელებ მე საბოლოოდ მაინც ვერ გავიგე, იმიტომ რომ 9 ნომერს ფიჩი არც არ უცხხსენებია, რომ 3 ნომერი შავი გამოვიდაო. 9 ნომერი მაგ დაიწყო რომ 3 წითელი მყავსო. 5 არ ვიცი, ეხლა 4 შედარებით გამიწით და მაგრამ პირველ წრეზე 4 მიშავდებოდა. 7 ნომერს, 7 ნომერი და 10 ნომერი არის ჩემთვის საეჭვო და ეხლა ვიტყვი რატო. 7 ნომერს აქვს ესეთი რაღაცა 6-ში, 5-ში, 4-ში და 3-ში ეძებდა შავებს. მე 3 წითელი მგონია, 6 წითელი მგონია, 4 მე ვიცი რომ წითელი ვარ. 4-ში შეიძლება დაგეთანხო რაღაც მხრივ. ვასახელებ 7-ს, ვასახელებ 10 ნომერს. 10 ნომრის მცირე შეცდომა შეგახსენებთ, როცა ლაპარაკობდა პირველ წრეზე 8 ანიშნა 9-ს რაღაცა და 9-ს ანიშნებდა ხელი და 10 ნომერი მაგაზე გამახვილდა. არა და შენზე საერთოდ არ იყო საუბარი. თითქოს როცა სხვაებიც საუბრობდნენ, შენ აი რა მითხრა, როგორ მითხრა, რატო მითხრა მაგაზე. არა და მუღამი უნდა ქონოდა რომ გელაპარაკა საერთო სიტუაციის გამო. გადამოწმება ჩემედრეთ 10-ში უნდა წასულიყო, მაგრამ როგორ ჩანს არ არის. 7, 6 წითელი მგონია, 3 წითელი მგონია და 4 ამ ეტაპზე გამიწედა. მე ჩემი ფერი ვიცი. შენ ამ 4 ადამიანზე გაქვს რომ შავი ზისო, ან 1 ან 2 თან თქვი სიტყვა რომ დანებებული არისო. დანებებულების ახსნა მინდა მაშინ. რო 6 ნომერი გისმენთ? დავასახელებ 10 ნომერს. დავასახელებ 11 ნომერს. მეტისგან თავ შევიკავებ. 10 ნომერს ჩემი აზრით ჩემი წუთია ვისაუბრო ყველაფერს. 10 ნომერი ჩემი აზრით არის შავი მოქალაქე თავის 1-2-7-ით. არ ვიცი, ჯერ 7 ნომერში რა მოეწონა, არ ვიცი 40 წამში გაპასა, არ ულაპარაკია 6 კაცი ვიჯექით წესივად არც ეძე არ ულაპარაკია ისე. 4 ნომერი ჩემი აზრით მოსახსნელია მაგიდიდან, იმიტომ რომ 1-2-3-ში რამდენი შავი ყავს მითხარი ხელით მანიშნა. არგუმენტი რომელზეც თქვი რომელიც შეუტია 3 ნომერს შენ ნულოვან წრეზე 3 ნომერს ნულოვან წრეზე ანი 23 ნომერზე იძახი რომ გაგვიძები წიფისა შავი მყავსო და შენ წუთში იძახი მე რომ არ მომეწონაო იმის რა გუნდებიო თუ რაღაცის გამო შეუტია შენ თუ გაგვიძები შავი მყავს ეგ უნდა მაგიდაზე 7 ნომერი 3 ნომერო მინდა აყენებ თქვენ ნუზუ მინდა აყენებ 9 ხო 4 რო დანებდა ახლა. ვაყენებ 5, ვაყენებ 4. 4 ხუთი ნაღდი შავი ან ერთად შავი არის ვფიქრობ რა. 4 ხუთი ერთად შავი, 5 კრიშავ. რა ჩიკრი შავი? 10 რო დააყენა? 10 შავი, 4 შავი ერთად როცა 4 დააყენა 10 შვიდი.
5 არ მოწმდება. არასდროს არ მოწმდება 5. 5 არ მოწმდება, აქ ვაყენებ 5. მე 6 შეიძლება არ ვეთამაშო. იო, ვაყენებ 5. ეხლა დავდაგწევ 5. 4-ით არ არის წითელი რა. 4 ნომერო, 5 წითელი გყავს. 5 წითელი გყავს. всё, გადის 4. 8 ეხა ისე ოქრის დაველაპარაკები და ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ ეხა 6 მაგითხავ კრიშავო ოქრი 5 და შენ ისე 5 დააყენე, 6 რატო არ აყენე? კრიშავო მოიმტრია ხელები და ისე 5 აყენები თუ ახ უნდა დააყენო 6 თუ კრიშავ. თუ 4-იანს ეკითხები შენ 5-ის ფერზე და 5 რაფერია და 5 შავზე გადის 4-ით ძახი აქ რატო არ აყენებ 6? წინაწესეც არ ქონდა მე უხსნიდი 7 ნომერს რატო უნდა ეთამაშა 3-თანაც? რაც შეიძლება სამთანაც უნდა ეთამაშა და არ ეთამაშა 7-მა 3-თან და ვაყენებ 7-ს 9 ნომერი შენ მე ვერ გავიგე 0 წელზე მე მახსოვს რომ 1-2-7 ილაპარაკე 1-2-7 ხო ითამაშე მე მაგიტო გეძახე უეჭველი შავი იმიტომ რომ 3-თან უეჭველი თამაშობ 3 წითელი ეძახე და მე 1-2 და 10-მა ხო მაგრამ არ ითამაშე 1-2-7 ითამაშე და 10 ნომერი გამოვიდა და 10-მა ითამაშა 1-2-7 ანუ შენ ჩაგაგდო ეხლა მაინტერესებს დააყენებ თუ არა 10 ნომერს ხო, ამიტომ რომ მინიმუმ დონი ეს არ არის და შავი შეიძლება იყოს. მე ვაყენებ 7 ორსა დავაყენებ რა იყოს, არ ვიცი რა ფერი. გაგივიდეთ რო? 9 ნომერი? კაი. 7 შავი არის. ეხლა 7 შავია კი არა, 8 შავი მგონია რა. ეხლა 7 წითლით ვითამაშე და 7 ნომერს ვეუნები რომ 1-2-ში 1 შავით თამაშობ მე კი მაგ გუნდი ყავს მეთქი უბრალოდ რა მაგ გუნდში 1 შავს მოვიაზე მე თქო მე გვილაპარაკე 2-ს ვიდრე ეს თქო ჰა 2 უფრო შავი მგონია ვიდრე 1 მე კი 0-მდეც ვილაპარაკე და 7-ს ეგ უთხარი რა 5 ნომერი მე წითელი მგონია 5 ნომერი მე წითელი მგონია 6 არ მგონია მანდ წითელი 5 ნომერი მანდ მასე კრიშვით ხა ამიტომ მეტად დეტექტივო ჩაიხსნა 8 ნომერი არ მგონია წითელი რა 7 ნომერი წითელი მგონია 1 ნომერი წითელი მგონია 3 ნომერი ვილაპარაკე ცალკეულად წითელი მყავს მეთქი 4 ნომერზე 0-მდე არ ჩავთვალე წითლად მაგრამ ეხა არ ვიცი რა უკვე რა 4 და 2-ის კომუნიკაცია 4 და 2-ში ფერის გარკვევა შეიძლება რა 2 1 დრო 10 წითელი მოყავს 10 ძალიან საინტერესო საუბრები მიიღეთ 6 ნომერი კანდიდატურად მიიღეთ 8 ნომერი კანდიდატურად და მიიღეთ 5 ნომერი კანდიდატურად 8 ნომერი იმიტომ რომ 8 ნომერს აქცენტები აქვს აქეთ ხარეს და სადაკარი და იქეთა ნომრები სად არის აქცენტები 1-დან 5-მდე 8-0-დან და ამ დეიესზე შავი მოქალაქე მგონი ხარ 8 ნომერი მაგრამ 8 ნომრიდან გუნდს ვერ ვიფლი 8 ნომერი ვისთან და შავი ვერ ვიგებ ნახე ეხლა რა ხდება 5 თუ წითელია მაშინ 4 არის შავი შენთვის თუ 2 შავია მაშინ 3 არის წითელი ასე არ არის ასე არის ჩემი აზრით 6-იანი კიდე არ ვიცი 6-იანი 6-იანზე როგორც მე შევატყე ხალხს აშკარად ნულოვანი წრიდან ყველამ შეატყო რომ რაღაც როლში იყო ბატონი 6 ნომერი ხო 2-იანმა გითხრა თუ გაიხსნები მე ვისაუბროთ მასი არისო ხო კი ბატონო რატო მითხარი რატო 10 ნომერი არის წითელი გაზზე ნომერი 11 რა ხდება მიიღეთ 6 ნომრის კანდიდატურა და ჩემი მხრიდან ვიტყვი რატო რა გამოდის და იძახის რომ 10 მიიღეთო 100-თან ერთად დაფიქრდა მეორე ვინ დავაყენო დააყენა 11 ნომერი მერე გააგრძელა საუბარი რომ 2 შავი არის 4 შავი არის იქით რაღაც 5 დაკრიშა და ანუ 11-ზე ვაფშე რაღაცა მაიძგე თქვა 2-ს უთხარი შავი 2-ზე არის ძახი შავიაო გადაიფიქრე 1 ნომერს დავაყენებ, ნახოთ ჯერ არ უსაუბრია, ნახოთ რა ისაუბრებს, იქიდან გამომდინარე მე გამოვიტან დასკვნას. 8 ნომერმა ისევ იგივე გააკეთა რა, ანუ მარტო 7-ს უხსნის მაგიდაზე როგორ უნდა ითამაშოს. მაგრამ 9-იანსაც გადმოწდა აქეთ. კი ბატონო, ეგეც შევამჩნიე. პას. თვითონ მოთამაშეებს წინაურდები. პას. გაგივიდათ ფულის დრო 8, 9, 2, 7, 10, 5, 6, 1. ერთი ნომერი დახურავს სტრესს. არავის კანდიდატურას არ დავაყენებ ახლა. ცოტა მარაზმულად მეჩვენება 8 ნომერს თამაშს ასწავლით რა, აი არ ვიცი რატო.
არა 8 ნომერმა ილაპარაკა 8 ნომერი ამ ღამით ქალაქს დატოვებსო ანუ 8 ნომერი არის წითელი რომელიც მოკვდებაო და ეხლა გამოდი ხარ და იძახი 8 ნომერი არის შავიო წითელი ხარ მაშინ დაუფიქრდი რას ლაპარაკობ რა შენ სიტყვებს მე ვერ ვილაპარაკებ ან რის თქმაც გინდა იმას მე ვერ ვიტყვი 6-5-ში როცა არავინ არ კვდება ღამით და 6-5 კარი შავს ან ექიმი და დახილულია გახსნილი ან დეტექტივი და გადამოწმებული წითელია გახსნილი რა არა რაში ვაყენებ 7 ნომერს რაში მაინტერესებს კაცო იქნებ გადაამოწმა იქნებ ექიმია და დახილა რაღაცა ინფორმაცია არის ხო ესე იგი ხო და თუ არ არის ვიღაცა მკვდარი თუ შერიფი წითელი გადამოწმებით არის თუ ექიმს დახილული აქვს რავი რას მიკეთებთ დადექით და დაიხსენით კაცო ხუთი ყავს დახილული ხო გამოდი 10 ნომერი 6 როლშიაო ვაყენებ 10 ბაჩი იწყება თავის მართლების წრე 8 9 2 7 10 5 6 1 ამ თანმიმდევრობით იმართლებ თავს 30-30 წამი მოგეცემათ 8 ნომერი გისმენთ. კაი, მე ვაფშე არ მაქვს პრობლემა, იმიტომ რომ ახლა ვერ გავერკვი, აი ძალიან ვერ გავერკვია შავებში რა. Просто მე სწორად შევუტიო 7 ნომერს და რავი, აქეთ რა გინდათ ვერ გავიგე. 6 აყენებს მან და ხო აღმო, მეც მივხვდი რომ 5-6 რაღაცა ხდება. 5-იან გონია 4 წითელი, ხო გონია 4 წითელი. არა 4 შავი გონია? 3 გონია წითელი. ვიღაც ილაპარაკა, 3 გონია წითელი. კაი 4-0 უფრო კაი იქნებოდა 0 წრეზე. 4-0 უფრო კაი იქნებოდა ვიდრე 4-1. მაგრამ შენ არ გაქვს სწორი წამოყენებული, შეიძლება წითელი ხარ, რაც 0-ზე არ ჩაგთვალე შავად ისა, მაგრამ არ გაქვს სწორი წამოყენებული, რა გიყო. 9 ნომერი? 4 წამოყენებულია? არ არის 4 წამოყენებული. კაცი გადი? აუ 10 წითელი მგონია, ნო. 10 როგორ გავიყვანე? 4 წამოყენებული იყო 4 გავიყვანე უეჭველი. წამოყენებული არ არის 4-იო. 3 წამოყენებულია? არ არის 3 წამოყენებული, 3 წითელი მგონია მე პროფა 4 ან მგონია მანდ უკვე წითელი, 3 შავია? 3 2 1 2 ნომერი? ბიჭო, ნაჭყეს გონია 2-4-ში შავი, გაიგე და ვერ ხვდება რომელია შავი. თან 8 შავი ეძახა. მე გავიღვიძე რა ვქნა მეთქი და ვინ წამოვაყენე, მაინც ჩემი შავი წამოვაყენე 8 ესე იგი. 8 წამოვაყენე, შენ ისაუბრე 2-4-ში არის შავი მოქალაქეო, 4-მა შენ წამოგაყენა ჯერ, მე არ წამომაყენა. ხვდები? შენ წამოგაყენა. შენ როგორ ლაპარაკობ, რო 2 შავიაო? შენი ანუ შავი წამოგიყენე და აგერ ვისაც შავს ეძახი, იმან შენ წამოგაყენა. გამოვედი 2 მაგი წითელი? სო, კარგად იყავი. პას. და დრო? 7 4 და ვაყენებული რა. ვაყენე 5 ვაყენება 4-მა და 5-მა ვიცი რომ დააყენა 4. ნაგიტო ვილაპარაკ. არა. სად გადასწრიყო რა დანებებული შავი. აი, აფიგავა, ხოხზა არა. აუ, ნახოთ, რო არ არის წითელი და სწავლობს. 4 8 თუ არ ყავს წითლად, 10 გაკავს ის გამოვიდე. იმას ვარში დავდო. რო, ვაგადი. 10 ნომერი? თოლი დაგეწერათ. მაგრამ გადაობს არა ახლა თქვენ. აი, რა თავს გაგიხლიათ. 10 გენგრო. თავი გაგიხლიათ. იგა მე ვარ პატიოსანი მოქალაქე ორივე ვიდეოს მომმართავდი, იმიტომ რომ შენ 6 ნომერს რაც უთხარი კარგად მოვისმინე მე. შენ კიდე დეტექტივი დაუძახე 6 ნომერს. ამიტომ მე თქვენზე ხმას არ ამოვიდებ ამ სიტყვების მერე, ამიტომ პატიოსანი მოქალაქე. რა ძალიან კარგად დავინახე, რატო იწუები, გაჩერდი. 3 შვიდეს რო 10 ყავს არ ვიცი. 1 რო 5 ნომერი? მეც მახსოვდა რომ 4 ნომერი იყო დასახელებული. 4 მგონია შავი, 10 მგონია შავი და 1 ნომერი შენ 5-ზე ამბობ რომ შავი არის? უცებ ეგ 7 ნომერი მისმინე. აი რაღაც ვარიანტში მგონია რომ მოქალაქეც კარტით ხარ და აი არ მინდა მაგ სპექტაკლს ვაყურებინონ მე როგორ გიმტკიცებ შენ რატო ვარ მოქალაქე. თორემ მართლა 2 სიტყვის თქვა მინდოდა და ამის გახსნა არც მინდოდა რა. 10 მგონია შავი პირველ წრედან გამოსული და ხო მეორე წრედაც არ ეთყობა მას თუ წდები ჩემ ბრალია მაგრამ შენ შავი მგონი ხარ გადამოწება 10 და 4 მოწრა 10 გავიდეს 6 ნომერი? მოკლედ 10 ნომერიც გონია შავი. არის 8 ნომერი არ თამაშობს ესე რა 8 ნომერს არც ერთ თამაშს არ უთქვამს არ ვიცი ვერ გავერკვია შავებში თუ ვერ გაერკვია რაღაცას მაინც საუბრობს ეხა არ საუბრობს არაფერს 8 ნომერიც გონია შავი მაგრამ 8-ის შავი უფრო არ ვილაპარაკები მე გადავედი ის გუნდი არ მგონია რა მაინც არ ვიცი აბსურდული რაღაცა არის რა 8 ნომერი მესამე თოლი გაგივიდა. მაგიტო ვიძახი რომ არ ვიცი ხო 8-ში 2
1 დრო. და 1 ნომერი. ერთი ნომერი თუ წითელი გგონიათ ექიმო და გადამოწმებული ისა დაღილილო 5 ნომერო თქვენ ხართ წითელი თქვენ ვიში სიტყვით ის უნდა გავიდეს ქალაქიდან მე მგონია 8 წითელი ხო მე მგონია 8 წითელი ათმა ილაპარაკა ნულზე 8 წითელია კაცო ღამით მოკვდებაო და ეხა იძახი შავი ღამით მოკვდებაო შენ ილაპარაკე როიცოდეთ ამ ღამით უეჭაველი 5 კვდება ექიმი თავს იხილავს და უეჭაველი 5 კვდება ხო უეჭაველი 5 უნდა მოკვდეს დრო. აი. იწყება ხმის მიცემა. შენი ფერის გამო მეწყობა 7 ნომერს მე გადავები 6 ნომერო. ნატალი. ორი ხო გავედი. 3 ფოლი ქონდა. ფოლები დაგვტოვა. ვინაიდან და რადგანაც მოთამაშემ დაგვტოვა ფოლებით, ჩვენ ვიძინებთ. ღამე მეგობრებო. იღვიძებს მაფია და ირჩევს მსხვერპლს. თონი რჩება და მიდასტურებს უბრალობას. დონი ეძებს დეტექტივს. იღო პასუხი, იღვიძებს დეტექტივი და ეძებს მაფიას. მშვიდობები, იღვიძებს სერიული მკვლელი და გამაცნობს გადაწყვეტილებას. და ბოლოს ექიმი და დღე ქალაქში სიცხლიანი დღე გვაქვს 6 ნომერი. კი ბატონო. გადამოწმები მითხარი რა. 11 წითელი. 11 წითელი შეიძლება ვინთქვი? პირველი? პირველი მანის ბიტო. დაგეწერა ფოლი, დაგეწერა. პირველზე 5 წითლა და ეხა 1 წითლა. კაროჩე, ექიმი ვიყავი, პირველ ღამეს დავიგილე მე ჩემი თავი. 5 ნომრის ფერზე მე ვიღებ პასუხისმგებლობას, მაგიტო თქვი 5 ნომრის დახილვა, რო იცოდე. 5 ნომერზე ვიღებ ექიმი პასუხისმგებლობას, 5 ნომერი არის წითელი, ხო? 1 ნომერი მგონია შავი, როგორც დაიცვანი. 11 არ თქვი? მე როცა მე პირველ ნულოვან ღამეს როგორც გავიგუძეთ 2 ნომერი მიყურებდა თვალებში იცოდა რომ უეჭველი კვდებოდი ან რამე არ ვიცი რამეს თუ მოგცემთ 4 ნომერიც მგონია შავი მოთამაშე და 2 ნომერსაც ყურადღება მიაგ რომელიმე და დრო დავემშვიდობოთ ნომერ 6 დასახელების წრე იწყება მეგობრებო დასახელების წრეს გახსნის ნომერი 3 გისმენთ მიიღე 7 მიიღე 9 გადამოწმები შენ 2 წელი 1 და 5 ხო შენ ყავს 4 ნომერი შავი თუ 5 ნომერი 5 ნომერი ყავს შავი მიიღეთ 5-ს მაშინ მაგრამ 5-მა თუ ვისმენთ 5 დაჰილა 6-მა დაჰილა 5 და თავი არ დაიხილა ეხა 6-მა თავი დაიხილა კაი всё გასაგებია ხო 5 არ წეგან 4 არ ანიშნებდი ოქრი კაი всё გავი 5 7 9 3 ვიყავი დასახელებული 10 ნომერი შენზე მაინტერესებს ვისი უფრო გჯერა ჯერჯერობით 7 ნომერის უფრო გჯერა ჯერჯერობით 5-იანის შავით 11 იმისი უნდა ეჯეროს შენს 7 ნომერის გჯერა არ ვიცი მე ჯერ ვერ ყალიბდები რა 5 ნომერი შავიაო 1 ნომერი მოიცა რაზნაცვეტი ხარ შენ ხო შენ რაზნაცვეტი ხარ
კაი, 5-7-9 მიიღეთ რა. პას. 4 ნომერი? ვაყენებ 5-ს, ვაყენებ 9-ს, ვაყენებ 7-ს. ვერც 5 ვერ გავაეხა, ვერც 7 და ვერც 9, იდეაში სწორ თამაშით რა. მე 5 ნომრის შავი უფრო მომეწონა, იმიტომ რომ 5 ნომერი მე უკვე ბოლოს თავის მართლებაზე უკვე აღარ მომეწონა რა. იმიტომ რომ სპიჩის განმავლობაში 5 ნომერი იზახდა, რომ მე 4 ნომერიო გამიწითხრაო და მე თავის მართლებაზე 4 ნომერიო შავი მყავსო და წამოყენებული მეგონაო და ბოდიშით ცოტა ჩამოყალიბდეთ აზრებში ან არგუმენტი მაინც მითხარით რატო არის 4 ნომერი შავი. ჩემს სპიჩში ერთადერთი არგუმენტი რაც მოვისმინე 3 ნომერზე თქვიო რომ გაგვიძები ჩავიყავსო და ჩემს სპიჩში ეგეთი რამე არ მithქვამს რა 3 ნომერს სხვა რამით გამო შეგუტიე. 9 ნომერი არ მომეწონა წინადრეს საშინლად არც 7-ზე არ გავგიჟდი, მაგრამ 7 ნომერი უფრო დეტექტივი მგონია ამ ეტაპზე ვიდრე 7-მა ილაპარაკა ჯერ 4-ია შავიო და მერე თქო 5-ია შავიო, ვერ ჩამოყალიბდა თავის გადამოწმებაში. უყურეთ ამას. გაგივიდა ფოლის დრო და თქვენი დროც გამოიწურა, ასევე 9 ნომერი მესამე ფოლი იყო. 5. 9 ნომერი შენ პირველ წრეზე ვინ ყავს გადამოწმებული? მე ყავარ გადამოწმებული. აი შენ შავი გონი ვარ ოქრი? 5 ნომერი შავია? ხო ავტომატურად 9-ს უნდა ესმე გონა დეტექტივი, მაგრამ რეებს ლაპარაკობს. მაგრამ პირველ შენ თუ მოყვები პირველი ნომერი 10 რავი არ 10 ნომერი პირველ ორ წრეზე არ ვარგოდი რა. პირველი ნომერი ეხლა მისმენთ პირველი ნომერი რაც ლაპარაკობდა. ყველამ რო იცის ეგეთ რამეს რა 5 გავარდება. მაფიოზებმა უნდა მოკლას 5. მაფიოზებს ასწავლი როგორ მოიქცნენ? ეს 5-ზე ამბობს რომ კითხე პირველ წრეზე, მეორე წრეზე რას ფიქრობ? კარგია, ეხლა ფიქრობს რომ ცუდია. რის გამო შეიცვალა აზრი და 4 ნომერი იმ არგუმენტებს და იმებს დაძებს, რაც მარტივად ჩასაჭიდებელია. ფიქრი არ გააჩნია. 7 ნომერი არ ვიცი 5-ში რატო ფიქრობს მაგას, მაგრამ აქამდე მეგონა რომ დეტექტივი იყო, მაგრამ 5-ზე თუ მაგას ამბობ რომ წიცეთ, ან ექიმის დანატოვარ სიტყვას გაგახსენებ. გაკრიშული არისო 5 ნომერი და ექიმი მის გარდა სხვა არავინ არ ეხსნება. ვასახელებ 4-ს. დრო მივიღე. 7? ეგეთი ექიმი რა თქმა უნდა უკმნა გაიხსნა მე ვარ ექიმი ესე უმნება. 5 ნომერი. და შემყავსა რომ დახილულიო კაცო და რომ საერთოდ თავი ყავს გადარჩენ და 5 ეხსნება რომელიც არის რაფერია. აჰა. და 5 ეხსნება მე დავინახე რომ 5 ეხსნება ხო? მე თუ ვიცი რომ 6 მყავს მოკლული 5 შავით რატო შემოვა არ 5 მაქვს დასრული 5 შავით რატო შემოვა ერთო ნომერი ვაყენებ 5 არა 4-ით არ არის წითელი ნოზერები სილაპარაკა რა არა ხარ წითელი 4-5 მეგონა ერთად ჩავები გიგა მე იმენა 4-5 ერთად მეგონა 5 ვახო დამიძახა 7 ნომერო წითელი მგონი ხარო 9 მკრიშა ვინ არის შერიფი 7 всё გავიდა 9 გავიდა 5 ვაყენებ 5 ვაყენებ 9 დანერები პრამივირე მე სამშაბათს მოვძებნი კაცო რა პრობლემია თეთრი მგონია სერიული ახლა შემოწდა რა სავარაუდო პას 7-ის ნომრის შეცდომას გაგახსენებ ერთმა რომ 4 გადავამოწმე შავად რომ 5 წითელი მგონია და ეხლა იძახით რომ 5-ია გაგივიდა ფოლის დრო 9 ნომერი შენ ამასთან ერთად ჩავიხარ გოგო 4 ნომერი შენ გეუნები რაც თქვა ზუსტად ეგრე იყო თუ უყურებ თამაშს და 5 ნომერი შავს ეძახი მაგის შედანებებულო 4 შავი უფრო მოწოს ვიდრე 5 შავი და დატოვებს 4 შავს მაშინ ახლა დანებებულო შენ ვასახელებ 7-ს ვასახელებ 2-ს 7 ნომერი 4-ს უტევს მაგ 4 ნომერი უკვე წითელი მგონია მე რა 1 ნომერი ხა ჩემი გადამოწმებებს გეტყვით რა 5 ნომერი ნულომაზე ვილაპარაკე და 5 ნომერი არ მომეწონა და გადავამოწმე 1 ნომერი იმიტომ გადავამოწმე რომ 5 ნომერი შავი ეგონა ჩემი გადამოწმებულ წითელი შავი ეგონა 6 ნომერი 1 ნომერს აშავე და 8 ნომერი მაგ 1 ნომრის გამო გაიყვანა 10 ნომერს რომელიც წითელი მეგონა 1 ნომერს აშავებდა და გადავამოწმე 1 ეს არის ჩემი გადამოწმებების რა ქვია არგუმენტები 7 ნომერი როგორ დავკრეშე ჩემ 4 ხო შავი გონია 4 შავი გონია 4 შავი გონია დრო 3 ფოლი გაქვს 9 ნომერი 10 ნომერი? ოქიმია. შვიდი გავყავდა. რო შეუტიე, გავიძესო, კაი გადავიძესო. კაი, მიიღეთ 4 ნომრის კანდიდატურა, მიიღეთ 5 ნომრის კანდიდატურა. დაყენებულია თავის გამართლებებით გადაწყდება 4 და 5-ის ბედი. 5 ნომერზე მინდა ვთქვა, რომ აი
უძლიერესი თავდაცვითი ქონდა. განა იმიტომ რომ ანუ გამოუვიდა თავდაცვითი პოზიცია, აი ძალიან იცავდა თქო რა, ზედმეტად თავდაცვითი ქონდა. აქეთ ნომრებს გადმოწვა, თავი დაიცვა. ისა, თანუ 6 ნომრის სიტყვები გაგვახსენა. ნახე, მაფია ესვრის დეტექტივს, სერიული ესვრის დონს. გადამოწმებებს დადებენ. გამის მერე და მაგის მერე ჩამოყალიბდებით საზოგადოებას. 11 ნომერი. ხა უყურეთ, დეტექტივებში ჩამოყალიბებული ნამდვილად არა ვარ ჯერ, მაგრამ აი 7 ნომრის კანდიდატურა რანაირად ვერ უნდა დავაყენო, ეხა მე გამოდის ვიძახის დეტექტივი ვარო. 6 ნომერი ექიმად არის გასული, 8 ნომერი ადგა ფოლებით, ანუ რანაირად უნდა იფიქრო. ჯერ მაგის შანსი ძალიან დაბალია, რომ იფიქრო 8 არის შავი, ხო? და 11 ნომერი მგონია მანიაკიო. ანუ ერთი შავი გადამოწყვეტყავს 5 ნომერი და 11 ნომერზე მანიაკს ეძებს უკვე გაიგე, მორჩა თამას რა. არის ჯერჯერობით არა ვარ ჩამოყალიბებული. 1 ნომერი შენთვის 2 ნომრის დეტექტივი ვინ არის გავარკვიეთ. 4 ნომრისაც ვიცით ვინ არის. 1 და 3 დარჩა. ნეიტრალურად ხართ ორივენი დეტექტივებზე? ხო. კაი, მიიღეთ 4, 5, 7, 9. 4, 5, 9, 7, 5, 4. 4, 5, 9 ყველა დაყენებული. 1 ვაყენებ მხოლოდ და მხოლოდ 5 ნომრის კანდიდატურას და მხოლოდ და მხოლოდ 5 ნომერი გავაგზავნი რატო? ნომერმა 9 მოიმტრია ცხვირი პირი 8 უეჭველი შავიაო. უეჭველი შავიაო. თუ 8 წითლად არის გასული, მე ქალაქში მაქვს კრიტიკა, იმიტომ რომ ექიმი მოკვდა და ექიმიც 9 დააბრალოს თავის თავს, თუ დეტექტივია. 9 მოიმტრია ცხვირი პირი უეჭველი შავია 8 ნომერიო. ხო და მე ხლა მე 3-3-ში ვარ წავაგო გავა 5 ნომერი 7-ის მხრიდან. ახსენი რატო გადის უეჭველი 3-3-ია? ნუ არ მოგემტრია ცხვირი პირი 8 შავიაო, კაცო შენი ბრალია. ვიტოს 9 კაცი ვდივარ დათვალეთ მაგის. შენი ბრალია, კაცო შენ ხო ილაპარაკე 8 უეჭველი შავიაო. ხო აყენე 8 ფოლებით. წითელი იყო ანუ ფოლებით რო აყენე 8, ხო მოიმტრია ცხვირი პირი შენი ბრალია. გავა ახლა 5 ნომერი ბედნიერად. პას. 7, 5, 4, 9, 2 არიან დასახელებული კანდიდატურები, 2 ნომერი გისმენთ. 9-ს აქვს სუდისულები, მაგრამ მე ვიფიქრებ რა. ეხა მაინც 5-ს გავიყვანო ღონ. უეჭველი 5 უნდა გავიყვანო, რატო გეტყვი? 6 ნომერი გაიხსნა რომ 5 დავჰილეო და 6 ნომერი გვდება. 5 რატო არ გვდება ძმა მაგიდაზე? რატო არ მოკვდა 5? არ გიყვი 6 რატო გვდება? მეორე დაჰილა? იქნება სერიულია ვაფშე თავის თავი დაიხილა, არის ეგ ვარიანტი. ნუ ყველა ვარიანტში ეს ხლა არის 5-ის რე ვაყენებ 5 ნომრის კანდიდატურას. მოიხსნება 5, მე ვითამაშებ ვერსიას, მაგრამ შენ ვერსიაში რამდენად ვარ მე წითელი, მაგას ვერ ხვდები, იმიტომ რომ 7 და 2 გაქვს წამოყენებული. თან მე ვარნიშნე რომ 7 მყავს უეჭველი შერიფი ჩავეწერე თქო. თან მე 0-ზე მე შენ გეჟესტიკულირები ნაჭყე და შენ საერთოდ არ მიყურებდი. არც ერთი წამით არ შემოგიხედია. მე გეჟესტიკულირებოდი რომ 4-მა გაიღვიძა და 9 წამოაყენა მეთქი. და შენ მიხვედი და 1 შეამოწმე და თან 2 შავი ეძახე და არ ვიცი 2-4-ში ვინ არის შავიო და თან 8 შავი ეძახე და მე წამოვაყე. იწყება თავის მართლების წრე. 7, 5, 4, 9, 2 ამთან ვიდეორობით იმართლებ თავს 7 ნომრის 30 წამი. ეხლა ახსნი რა 1 2 7 ვითამაშე. მე 9 მილაპარაკა 7 უეჭველი წითელია, მაგრამ 1 2-ში შავი. მის გუჩი შავი ზი 1 2-ში შავი ზი. ყოლაპარაკა ნუზე. და მე გაიხსნა ეხლა რომ გაიხსნა. მე ხო აღარ გადავეხსნე 9. რატო გადავეხსნე? უეჭველი წითელს მეძახისა. მე ხო თავი ქუჩი მაქვს. ექიმი გასულია, შვიცარაზროს არ შეამოწმოს ნომერი 9. ყველა ვარიანტში მოგებული მაქვს 2, ხო ეგრე? 1 დრო. 5 შეიძლება არ ვიცი, არ მგონია, ახლა გაგახსენებთ კიდე ერთ ვარიანტს. 6, 5, 4, 3-ში ეძებს 7 ნომერი შავს და ამოწმებს პირველ წრეზე 11-ს. ექიმი გადის და 2 ნომერი ძაღი შეიძლება სერიულმა დაიბრალაო, სრული კატასტროფა. პირველი ნომერი და 7 ნომერი 5 ნომერზე მთელი წრეები ამბობს რომ წითელიაო და ეხლა გავიდესო 3-3-ში წააგებ სერიოზულად. 11-ს რატო ამოწმებს? 3 ნომერი და 4 გადაამოწმე თუ 5 ბოლო-ბოლო ვერ ჩამოყალიბდა ადამიანი 4 თუ 5 ყავს გადამოწმებული და ამის რანაირად გჯერა. დრო. 4 7 ნომერს გადამოწმებული ყავს 5 ნომერი შავად, 5 ნომრის ფიჩი იწყება ვაყენებ 4 ნომრის კანდიდატურას და 7 ნომერი შენ შავი გგონი ვარ. ანუ მაშინ უნდა უყუროთ ამას რა 5 ნომერი. როცა 7 ნომერი იხსნება 5 შავი მყავს, უტრიალდება 7 ნომერს და ის შენ შავი ყავა, ვაყენებ 4 ნომრის კანდიდატურას.
ეხლა გავა 5 ნომერი. 5 ნომერი არის ბეტონშავი. 4 ნომერი მაპატიე, მაგრამ 10 ადამიანი ვზივარ და შენ თქონდე მარტო შენ გაგეცინო. 2 1 დრო 9 ბიჭო 3-3 სატო ვიძახი რა 9 კაცი ვზივართ 5 გავა და სერიული და მაფია არის დარჩენილი 2 კილი მოხდება 3-3-ში დავდავდება თამაში გეუნი 4 არის ორმაგიშავი გავიდეს 4 ყუა ორმაგიშავი 7 ნომერი 4 შავს ეძახეს მე შავს ვეძახი ესე ნუ აკეთებ 5 ნომერის თელი არის ბიჭო შემოდის 7 ნომერი და იძახის 4 შავიაო და მე აკეთებს და მე აკეთებ შენი იმის ჟესტიკულაციის მე და 5 შავს ანიშნებს 6 იძახის რომ 5 ნომერს ყრიშაო და 6 ნომერი გაყვანილი იყო 8 ნომერი მე ჟესტიკულაციის ვიხარი ექიმი ლაპარაკობს რუს გასვლას თქო დრო 2 ნომერი. რაც არ უნდა იყოს კარგი თამაში გამოვა. ეხლა გავა 5. სერიული ისვრის თუ ისვრის საერთოდ ისვრის მარტო 7-ში. იმიტომ ძმა რომ 3-3 ეხლა სხვას ვერ მოკლავს, გაიგე, იმიტომ რომ შეიძლება 3-3-ში წააგოს. სხვას ვერ მოკლავს. მე ვარ სერიული. ვეწერების 9 ნომრის შერიფობაში, კარგად იყავი 7 ნომერო, ეხლა მე მაინც 5-ს გავიყვან პროსტო. და მე ვიფიქრე. რავი, ძმა დახილული ხარ და 6 მოკდა და მე მეკითხებით რატო, მაგრამ იმან დახილულიაო და 5 შეამოწმა, ესეც დანებებული ის. რა ვინ გავიყვანო აბატო, ვინ გავიყვანო? 2 ნომერი მოკიერებათა როგორ ხარ 6-მა თქვა პირველ წელზე ჩემი თავი დავითილეო, ჩემი თავი და არა 6-5-იო. კი 6-მა გასვლისა. გაგივიდა ფოლის დრო, მესამე ფოლი იყო 5 ნომერი და იწყება ხმის ვიცემა. 7 5 4 9 2 ამ თანამიმდევრობით ჟესტიკულაცია შეწყვიტეთ. ვიფიქრობთ, რომ თამაში უნდა დატოვოს ნომერმა 7-მა. 1 ხმა? ნომერმა 5-მა. 1 2 3 4 5 ხმა. ნომერმა 4-მა? 1 ხმა. ნომერმა 9-მა. და ნომერმა 2-მა გადავიდა 7 2 ხმა, ხო? არა, გადავიდა. შენი 5-ია წინ, მაშინ 6 ხმა იყო და არაფერი არ გადავიდა. ვშვიდობებით 5 ნომერს თქვენი ბოლო 1 წუთი ჩაირთო. კან იდეაში ხო 11 ადამიანში 3 არის შავი, მაგრამ აქ ძალიან ბევრი იყავით რა. კატასტროფულად ითამა. ჩემი შავები 4 ერთიც მგონია 3 წითელი 9 ხო მართალი ხარ მაგრამ შენი თამაში და ავი არ იყავი წითელი 5 ნომრის გასვლა რო გინდოდა 3 წითელი 2 იყო კიდე კატასტროფა ეგრე როგორ მოხდა მართლა ეგრე მოხდა 4 7 10 ალბათ 11 შეიძლება მართლა სერიული იყოს მიამატა ხელი რა ამშვიდობთ ნომერ 5-ს ღამე მეგობრებო ამასობაში კი გამოგვიწერე დაგვალაიქე დაგვიკომენტარეთ ეს არხს ეხმარება განვითარებაში ძალიან თუ გინდათ რომ განვითარდეთ და ჩვენ გვინდა რომ განვითარდეთ და შემოგთავაზოთ ძალიან მაგარი პროექტები რომელსაც ქვია ჯუმანჯი მაფია საქართველოს გარშემო უნდა გამოგვიწეროთ ახლა კი იღვიძებს მაფია და ირჩევს მსხვერპლს დონი რჩება და მიდასტურებს მკვლელობას. დონი ეძებს დეტექტივს. მიიღო პასუხი? იღვიძებს დეტექტივი და ეძებს მაფია. მიიღო პასუხი? იღვიძებს სერიული მკვლელი. და ბოლოს ექიმი? და დღე ქალაქში. სისხლიანი დღე გვაქვს? რაც 1 ნომერი ამ სპორტული. 3 ორმაგის შავია? კი, მე მგონია 3-5-9-ის გუნდი ერთად. მე მოვკალი ღამით 4 ნომერი, სერიული ვიყავი. მე არ მეგონა 5 ნომერი ექიმის დახილული, იმიტომ რომ 0-ზე დავიხილეთ ჩემი თავი. 3-3-ია? რაში მაინტერესებს?
ძალიან კაი. ხაში არ მაინტერესებს ნახე, როცა შერიფი ხელს მოიმტრევს. როცა ხელს მოიმტრევს, რომ რა უეჭველი შავიაო და რვის ფოლებით გაიყვანე, ძალიან კაი, მე რა იყო, რა ხელებს იმტრევ, რა ხელებს იმტრევ. შერიფის კარტი შენ ქონდა ამოღებული, მე კი არა. დამშვიდით, შერიფის კარტს რა მოიგებ, ცოტა პასუხისმგებლობები უნდა აიღოთ თქვენ. არ წახვიდეთ? 4 ნომერიც მკვდარია? 2 გადაცემა ზედიზედ მაფია დაფრინავს გილოცავთ 3-3-ში. გამოიწერე, დაგოლაიქე. ეხლა კი ვისი ამოვნებ ჩემი ცივი ყავს. სამი როგორ არის 4 ხევა არ გადაამოწმა? კიდე. ვი? სამი შავი დანებდა და ხუროთი.